ძირფასო მაყურებლებო, ძირფასო ექიმებო, გემრიელი მომენტი დგება ახლა ჩვენს გადაცემაში. მინდა გითხრათ, რომ როგორც ირკვევა, ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცი არის ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტი დედამიწაზე. ანუ ყველაზე მეტ ადამიანს უყვარს ქათმის ხორცი. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ქათამზე, აი პირველი უცებ რა გახსენდებათ? ქათმის ფრთები, მე ვგიჟდები ქათმის ფრთებზე. შემწვარი ქათმის ფრთები, რაღაც კარგი соусით, ისა ცხარე, ტკბილ ცხარე. მე მახსენდება მაგალითად ქათმის ბარკალი. მართალია, ქათმის ფრთა, ქათმის ბარკალი არის ყველაზე ხშირად, ასე ვთქვათ, დასახელებული ნაწილი ქათმის ხორცისა. ფილე უყვარს ძალიან ბევრს და ფილეს დღეს ძალიან დიდი მოხმარება აქვს, მით უფრო ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესით არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასათანადო ყურადღება ექცევა კონკრეტულ ადგილებს და ნაწილებს ქათმის მთლიანობაში. მოყევი ახლა პირველი რას იღებ? კუჭს. მეც. და სახში არავინ არ ჭამჭამ გადა. რატო? იციან რომ არიციან. მე მეგონა არ იცოდნენ როგორი კარგია და გემრიელი. არ ძალიან გემრიელია. ჩვენ ძალიან კონკურენტები ვართ ლევან, ვიცი შე რაც გიყვარს და ზუსტად ამაზე მინდა ვისაუბრო. არასათანადო ყურადღების ქვეშ ექცევა ქათმის კუჭი, ქათმის ღვიძლი. მოდი ვისაუბროთ მათ სასარგებლო მხარეებზე. თქვენ ღვიძლი მომეცით და მე კუჭს დაგითმობ. ლევან კუჭს ვერ დაგითმობ. მოდი თქვათ ახლა სასარგებლო თვისებები, სანამ კუჭმაც დააბაქუც მაცებდე. თიკამ, მოდი ღვიძლი დავიწყოთ. კუჭს შემოვინახავ ბოლოსკენ. ერთი ცალი ქათმის ღვიძლი დაახლოებით 63 კილოკალორიას შეიცავს. ერთი ცალი ქათმის ღვიძლი შეიცავს ცხიმებს. ამ ცხიმებიდან მცირე რაოდენობით არის ქოლესტერინი, ამიტომ ბალანსირებული დიეტის დროს თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ღვიძლი. თიკა, ასევე მინდა გითხრა, რომ ქათმის ღვიძლი შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში ფერმენტულ ცვლაში, როგორიცაა თუთია და ასევე ისეთ სასარგებლო ნივთიერებას, როგორიც არის რკინა. ეს თუთია და რკინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის. მაგალითად, მამაკაცებს ჭირდებათ დღეში 8 მილიგრამი რკინა, ქალბატონებს შედარებით მეტი და ეს არის 18. აბა, ანუ რამდენია? 100 გრამ ღვიძლში არის 10 მილიგრამი რკინა. 200 გრამი მჭირდება. ესე იგი ორჯერ მეტი უნდა ჭამო. ანუ მithმობ ღვიძლს დეზე ბოდიში, მე მჭირდება ღვიძლი. ანუ მე თავიდანვე სწორად დავიწყე, რომ ღვიძლი მიყვარს ყველა ორჯერ მეტი. უდი რო არ იყოს, ყველაფარ მეყარებოდა. მოკლედ აქვე გეტყვით იმას, რომ ქათმის ღვიძლი ზოგადად ვიტამინების წყარო არის. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება B-ჯგუფის ვიტამინები, B-ჯგუფის ვიტამინებიდან B12 ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თავის ტვინის და ზოგადად ნერვული სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის. ასევე მოგეხსენებათ, რომ B12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ანემიას, კერძოდ მეგალობლასტურ ანემიას. ასევე გეტყვით იმას, რომ ქათმის ღვიძლი დიდი რაოდენობით შეიცავს B7 ვიტამინს, ბიოტინს, რომელიც სასარგებლოა, ლევან ჩვენ გვეხება თმების ზრდისთვის და მე რატო არა? მოდიკა, რაც გადავედით ღვიძლით კვებაზე ქათმის, მე და რეზო. გაგიხშირდათ თმები? ხშირდება და ხშირდება თქვენი თმის საფარი. თიკა, ასევე მინდა გითხრა, რომ 100 გრამ ქათმის ღვიძლში ჩვენთვის საჭირო დღიურ ნორმაზე 3-ჯერ მეტი ავიტამინი აქვს. წარმოგიდგენია? ასევე ქათმის ღვიძლში შედის ყველა ის ცილა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ჭირდება. როდესაც ვლაპარაკობთ ქათმის ღვიძლზე და მის ბიოლოგიურ აქტიურ ნივთიერებებზე, როგორიც არის ცილა, როგორიც არის B-ჯგუფის ვიტამინი, როგორიც არის A ვიტამინი, რკინა და თუთია და ასე შემდეგ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისთვის. ამიტომ პედიატრთან შეთანხმებით სასურველია, რომ ის მოხდეს ბავშვის ორგანიზმში. ასაკებია. იქიდან გამომდინარე, რომ ქათმის ღვიძლი, ზოგადად ღვიძლი არის საკმაოდ ცხიმიანი, ამიტომ გურჩევენ, რომ ნაკლებ ცხიმში ან სულაც უცხიმოთ მომზადებულ იქნას ის, რადგან არ იყოს ძალიან გადატვირთული. თუმცა ასევე უნდა ვთქვა ის, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ სრულიად ნორმალურია, რომ დაბალანსებული და ეს თქვა სწორი კვების პირობებშიც ჩართოთ ღვიძლის მოხმარება თქვენს რაციონში, სწორედ იმ კარგი თვისებების გამო, რომელზეც ჩვენმა ექიმებმა ისაუბრეს. ახლა გადავინაცვლოთ უკვე ჩვენ საყვარელ მეორე პროდუქტზე, რომელიც არის კუჭი, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატით, რაღაცა ფაქტორით, აი რაღაცა კაი
ხრაჭუნებელია. საგემოვნო და რაღაცა კაი მობრაწულია, ისე მიყვარს, მომიყევი ლევან კუჭის სამბავით. ქათმის კუჭი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, რკინა, თუთია. აქაც ყოფილა რკინა. C ვიტამინი და მაგნიუმი. ხედავ რა კარგია. ანუ კომპლექტი მენდელევის პერიოდულ სისტემაში შედის ქათმის კუჭში. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით, ცოტა გავცდეთ საქართველოს ჩვენს კუჭმაჭს გავცდეთ და ვარიაციები გავიგოთ როგორ შეიძლება კუჭის ესე ვთქვათ კუჭის კუჭმაჭი. არა, კუჭის მომზადება. ჰაიტსა და სამხრეთ აზიაში, ესე იგი, ეს კუჭი იწება შამპურზე, ძვირფასო მეგობრებო. არ გამიგია სხვათა. და ესეთი კუჭის კვების ნაწილიც არის, რა. აი street food-ია ერთგვარი ეს შამპურზე წამოცმული კუჭი. ხოლო რაც შეეხება მექსიკას, იქ თურმე წვნიანს ამზადებენ კუჭისგან. აი ნახე შამპურზე წამოაცვეს კუჭები და აი ესე შეჭამ. ძალიან მაგარია. როგორ შეჭამ? ხრაშუნით. ვერ დაგიწყობდი. ძალიან ბევრია, რას ვერ დამითმობდი. 6 არის შამპური. რა სიძახი, ლევან, 6-ვე შეჭამდი? არა. 2-ს მაქსიმუმ. 1-ს. ხედავ რა მოგზალებული ხარ, ანუ 6 კაცია. კუჭენ მოგცემდი აუცილებლად. 5 ვერს მე ვერ. კუჭია ყველა და მოგეთ შემდეგ შეკრებაზე ეს გავაკეთე, კაი. აჯიკა შენზეა თიკა. მე ხომს ჩავზე. ერთ წამს მითხარით, ეხლა წვნიანი როგორ გამოიყურება, მოდი შევხედოთ მექსიკური წვნიანი კუჭისგან. აბა გენაცვალე, აი ესეთი საინტერესოა. თუმცა სხვადასხვა ვარიანტებათაც შეიძლება მომზადეს ქათმის კუჭები. ვთქვათ ის, რომ საკმაოდ დაბალკალორიულია, ამიტომ თამამად შეგვიძლია მომამზადოთ. შეიძლება იყოს მოხარშულიც, შეიძლება იყოს ტაფაზე მობრაწული ცალკე. შამპურის ვერსიაც აქერ განვიხილეთ. მექსიკელები უბრალოდ ჰაიტის შემთხვევაში მომეწონა მე ვარიანტიც. ხო, კუჭმაჭი მიყვარს ძალიან. კუჭმაჭი შეიძლება იყოს ცხელი, კუჭმაჭი შეიძლება იყოს ცივი. ეს ცხელი კუჭმაჭი რატო დამევიწყეთ? ხონდრით. დედა რა კარგია. მე გეტყვით, აი უმარტივესად იწვება ტაფაზე. თუ გინდა ერთად ჩაყარე კუჭები და ღვიძლები, იქვე ჩადგი ხომი. იცი როგორი კარგი და გემრიელია, ხალხო გაგიჟდებით. ერთ პერიოდში ძალიან გატაცებული ვიყავი ამ კერძით და მარტივის იყო და თან ჩემი საყვარელი და თან მთელი ხიბლი რაში იყო, იცი რომ მთელი ბავშვობა ხო ერთი ქათამი იწვებოდა სახში და იმ ერთ კუჭზე იყო დიდით ეს არა ქვია. კაციობა და ახლა რამდენი კუჭიც გინდა, იმდენი შეწივით რომ არსებობს სალკე შეფუთვაში მყოფი მხოლოდ კუჭები ან მხოლოდ ღვიძლები ან ერთად ორივე. გამარტივდა ყველაფერი, რა კარგი აღარ ველოდები არავის რომ დამითმოს და დამიტოვოს კუჭი. ეზოში დადის ერთი ქათამი და დავკალით აღარა. აღარ. ნამდვილად, აი ნოსტეს აქ ეს შეფუთვა ცალკეული, რომელიც აქეთ გვიდოს სხვათა შორის და შეგიძლია მარტივად გადაჭრა ეს ამბავი. თიკა სხვათა შორის როგორ წეგან ღვიძლზე საუბრობდი და ვახსენე ბეჯგუფის ვიტამინები, ასევე კუჭი ძალიან მდიდარი ყოფილა ბეჯგუფის ვიტამინებითაც, ასევე ამ ვიტამინების გარდა მდიდარია ფოსფორით, რკინით, თუთით და ასევე გეტყვით იმას, რომ ერთი ჯამი ქათმის კუჭი უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ცილების 80%-ით. იცოდი შენ? არ ვიცოდი და თანაც თუ წონის კლება გსურთ, ცოტა ხანი ღვიძლი დაივიწყეთ და კუჭზე გააკეთეთ უფრო მეტი აქცენტი, რადგანაც ის ბევრად უფრო სუბუქია თავისი ხასიათის გამო, თუმცა ნივთიერებები აქვს დაახლოებით იდენტური, ხო? და წონის კლება ახსენე, ვისაც სურთ წონის კლებასთან ერთად კუნთების მასის გაზრდა, აგერ თავისუფლად შეგიძლიათ კუჭის მირთმევა, იმიტომ რომ კუნთებისთვის აუცილებელი საშენი მასალების 80% ყოფილა. მორჩა. ამდელი ნატურალური, ესე ვთქვათ, ჩანაცვლება მოვიფიქრე შენ. ვახსენე მე შეფუთვა, რომელიც არის გამზადებული უკვე, გასუფთავებული, უნდა ითქვას ისიც, რომ არ არის კუჭის გასუფთავება ადვილი, ვისაც ქათამი გასუფთავებიათ. კი, აი ეს კუჭს აქვს შიგიდან რაღაც აპკი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ამზრალი და მოცილებული და აგერ უკვე გასუფთავებული ნოსტე შეფუთვა გვიდევს. ნოსტე ხარისხი და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ქართულ პროდუქტს თავაზობს. მინდა გითხრათ, რომ ნოსტეს ქათმის ძირითად საკვებს რჩეული ხარისხის სიმინდი წარმოადგენს. თავისთავად ეს პროდუქტს განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს ანიჭებს. ნოსტეს 70-ზე მეტი საფირმო მაღაზია ყოველდღიურად მარაგდება ახალი ნედლი პროდუქტით. ნოსტეს პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ასევე ნოსტეს პარტნიორ ქსელორ სუპერმარკეტებში
კარფურში, ფრესკოში და გუდვილში. და რა თქმა უნდა, ნოსტეს კიდევ უფრო სწრაფად მიიღებთ ვოლტისა და გლოვოს კურიერის სწრაფი მიტანის სერვისით. ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად ქათამი უნდა იყოს ნოსტე. მივირთვით გემრიელად, რა კარგია რომ გავიხსენე ეს ჩემი მივიწყებული სადილი. კუჭმაჭია? გავაახლო. არა, შემწვარი კუჭები.